თუ ეხა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რა გითხრა? ზუსტად ეგ გითხრა, რომ კი ბატონო, არჩევნები იყოს ლეგიტიმური, მაგრამ გააუქმე მაინც ის გამჭვირვალობის კანონი გააუქმე. ერთ-ერთ დათმაში, ანუ გადააყნენ ამ გამჭვირვალობის კანონს რა, რომ ისე უნდათ რომ გააუქმონ ეს კანონი. წარმოგიდგენიათ? და ოჯახში ასევე გააუქმეთ ოჯახის ფასეულობის დამცავი კანონის გააუქმეთ. ანუ ამ ორი კანონის გაუქმება უნდათ და თუ გინდა რა ვიცი, ჩვენს ქვეყანას ნავთის დასხმია და ბენზინის დასხმია რა, აი არ აქვს მათთვის მნიშვნელობა. ეს არის პარტნიორობა, ეს არის რაღაცა ამდენწლიანი 30 წლიანი პარტნიორობა, რომ მართლაც და არ გინდოდეს რეალობაში გაერკვე და მართლაც და არ გინდოდეს რომ შენი პარტნიორი ძლიერად იყოს. რატომ აკეთებთ იმას, რომ რატომ გინდათ რომ ჩვენს ქვეყანაში სულ მუდამ არეულობა იყოს, სულ მუდამ საზოგადოება ორ ნაწილად იყოს გახლეჩილი? ამას რატომ აღვივებთ? ხომ შეგეძლოთ რომ გეთქვათ, რომ როგორც პირველ პუნქტში რომ ჩატარდა არჩევნები იყო ლეგიტიმური და წერტილი. მაგრამ არა, მაინც ვცდილობთ რომ არიოთ სიტუაცია და მაინც ვცდილობთ რომ რაღაც ფონი მეტად დაძაბოთ. და რატომ აკეთებთ ამათ? ეს არის პარტნიორობა? ეს არის მეგობრული ურთიერთობა? ეს არის თქვენი ევროპა და თქვენი ნაკებარი ევროპა? შემირცხვენია ესეთი ნაკებარი ევროპისათვის და შემირცხვენია ესეთი ელჩებისათვის, რომელიც ესე გამოდიხარ და რაღაც ერთი მესიჯ ბოქსით საუბრობთ რა. როგორ შეიძლება ერთს მაინც განსხვავებული აზრი არ ქონდეს? როგორ შეიძლება მაინც ერთმა თქვას, რომ ეს თქვენი შიდა საქმეა და მე ვერ ჩავერევი? არა, უნდა ჩაერიოთ, ცხვირი უნდა ჩაყოთ. და ანალოგიურად ჩვენც რო გვიჩნდება რაღაც კითხვები, ხო იმაზე თავს ჩარგავთ ხოლმე სირაქლემებით გახდებით ხოლმე, რომ არა, იცი რა, ევროპაში კი შეიძლება ცემა, 1-2 მოკლად შეიძლება 1-2 ადამიანს, მაგრამ თქვენს ქვეყანაში არა. თქვენ ხო ნამეტანი ევროპელები ხართ და თქვენ ხო პირველი ევროპელები ხართ. კარგით რა, გეყოთ რა, ეს არ არის არც პარტნიორული ურთიერთობა და ეს არ არის რომ ჩვენ ქართულ ხალხს ესე მოგვატყუებთ და თვალში ნაცარს შეგვაყრით. თელი 10 წლეულებია სულ მაგას აკეთებთ და აღარ ვიყრით, ხო ხედავთ რა, ნაცარს თვალში და მოდი დავთხდეთ და მართლაც და თეთრი ფურცლიდან დავიწყოთ ეს ურთიერთობები. დავიწყოთ მაგალითად იმ ურთიერთობებით, რომ როგორიც ვართ რა, ეთნიკურად რა ეთნოსიც ვართ, ისეთი უნდა მიგიღოთ რა, ფსიქოლოგიაც გვაქვს რა, მენტალიტეტი გვაქვს რა, ტრადიციებიც გვაქვს. თუ ესეთი არ გინდათ, როგორ გინდა გადაგვაკეთო? აი მითხარ ნიკოლოზ, როგორ უნდა გადაგაკეთოთ თქვენ მაგალითად? ხო წარმოუდგენელია ეხლა რომ ვიღაცა გადააკეთეს კაცო აგერ ხო ხედავ. ვერ გადაგვაკეთებენ უმრავლესობას, ვერ გადაგვაკეთებენ ნიკოლოზ, კი ბატონო, მცდელობები აქვთ, გეთანხმები მაგაში. აქვს ვიღაცები კეთდებია, მაგრამ უმრავლესობა ხომ 1.200.000 ადამიანი, რომლებმაც ქართულ ოცნებას მიცახ, მაგრამ როგორ უნდა გადაკეთდეს? მითხარი აბა.